გამარჯობა, დღეს ვიყიდე 5 ამანათი. შეიძლება ის დაგვაყოთ ყველაზე პატარები ავარჩიე, იმიტომ რომ ყველაზე პატარები დიდი ხანია არ ქონია. და ვნახოთ ახლა გავხსნათ. ერთი ზომებია, ამაზე პატარები არ იყო სამწუხაროდ. დავიწყოთ ამით, იმიტომ რომ ყველაზე მსუბუქია და ყველაზე ცუდი რაღაც მგონია რომ იდება შიგნით. ვნახოთ რა იქნება შიგნით. შეგახსენებთ რომ ესენი არის ძალიან ბევრი კითხულობს ხოლმე სადყიდულობო, სადაც ვყიდულობ იმისი ვიდეოს TikTok-ზე და Facebook-ზეც, სადაც ვყიდულობ და შეგახსენებთ რომ ესენი არის Amazon-ის დაკარგული ამანათები. არ ვიცი ამ ამანათებში გადავს რო ვიწერ და ეხლა თქვენთან ერთად პირველი ემოცია არის ხოლმე ეს. ოკეი, ამაში დევს 1 და 2 რაღაცა, როგორც მივხვდი და როგორც აუნიშნე იდიოტობებია. ესენი არის სავარაუდოდ ცომის ფორმები, მე ესე ვფიქრობ. ცომის ფორმებია საახალწლო, ესე შეიძლება გული და რაღაცები. ხო, ეს ცომის ფორმებია და ამაში დევს ჩაულებრივი ერთჯერადი ბოთლები. ცარიელი. ესეთი ერთჯერადი ბოთლები. არ ვიცი, რაში გამოიყენება, რაღაცაში გამოიყენებს ადამიანი. ყველაზე ცუდი ამანათი რაც კი ამოსულა ისტორიაში ჩემი ამანათებისა. 18 ვიდეო მიდოს მე მგონი. ყველაზე ცუდი. ანუ აი ეს იმედია სხვები დააბალანსებენ. შემდეგი ეს საკმაოდ მძიმე ამანათია. ძალიან მძიმე, ნახეთ. ძალიან მძიმეა. ერთი ყუთი უნდა იდოს და ზემოდან რაღაც რბილი ადოს. ერთი ყუთი არის რაღაცა და იმ ყუთში დოს საბოლოოდ ძალიან მძიმე რაღაც. ნახოთ რა არის. როგორც ვთქვი, ერთი ხელთათმანები. პატარა ზომა ჩანს და ცოტა შორის არა უშავს. ძლივს რაღაც ჩემი ზომა ამოვიდა. აი ესეთი ხელთათმანებია. აქ დამცავები აქვს. ბაიკ აწერია. ველოსიპედისაა. ნუ გავიკეთოთ, აბა ვნახოთ. როგორია? ხელებზე სხვათა შორის ცუდი არაა. ძალიან კარგი ხელთათმანებია. მშვენიერია. და ვნახოთ ამ ყუთში რა დევს, რომელიც არის ძალიან მძიმე. წეგან ამის დაბრეხვების ხმა იყო. არა წერია რა არის. Made in China აწერია მხოლოდ. საერთოდ არაფერი არ აწერია და რაღაცა კოდი. მოდი გავხსნათ და ვნახოთ რა შეიძლება იყოს შიგნით. აუ. რაღაც კერამიკისაა. აი ესეთი რაღაცა. ეს სავარაუდოდ ბილის ჯაგრისის და იმის ორგანიზერია. ან ჭურჭლის ჟელის ჩასადები და რაღაც. კერამიკა არის. აი ცახს გავს ეს. საკმაოდ მძიმეა ხა ხელში რომ მიჭირავს. ნუ არა უშავს რა ვიცი. საოჯახო ნივთია და არა უშავს რა. მე უფრო კბილის ჯაგრისის მგონია. დამიწერეთ კომენტარებში რა გისია. შემდეგი ეს ცოტა მსუბუქი ამანათია. წესით ერთი თალი ყუთია და ზემოდან რაღაც ადევს. შეიძლება თავისიც იყოს რაღაც. და ესეც მეორე. მოდი ამაში გადავს ნახოთ. ამას ვიზავთ. ამაში სათვალე უნდა იდოს, იმიტომ რომ მოკიდე ხელი სათვალეს გავდა ძალიან. ვაუ, რა მსისქე სათვალეა, ხალხო შეხედეთ. ნახეთ? აუ, ნახოთ. სათვალეები უკვე ძალიან ხშირად ძლივს მეტევა. კაი ფერია. ანუ შავი არ არის, ცოტა ღია არის. მაგრამ აქ ძალიან მიჭერს, ცოტა პატარა არის, არ ვიცი ვისი თავი ზომაა, მაგრამ მე ამ ხელათავი ძალიან დიდი თავიც არ მაქვს. მაგრამ მიჭერს აქ. ძალიან მასიურია. ფირმას ქვია აი ეს. შენ კიდე რაღაც დოს მე მგონი. ნუ რა თქმა უნდა, ხა როგორც ყველა სათვალეში საწმენდი თავის. თავისიო დაბრენდილი საწმენდი დოს. შემდეგი ეს არის, აწერია რომ დინამიკი არის, რომელიც ანათებს თან. ესე გამოიყურება თავისი პულტით. ამ ბოლოს უკვე იმდენი პულტიანი რაღაცა მომივიდა, რომ რა ვიცი. აი ესეთი რაღაცაა. აი ესეთი. დაგჭირდება ხა power bank-ს მოვიტან. ეს იქნება და სენსორია. აი. ნუ სულ ეს არის, პულტი არ მუშაობს. ჩამქაშუქში ვერ გაჩვენებთ უბრალოდ, თორე ძალიან ლამაზია. თან მოძრაობს შინით რაღაც და ესეთ რაღაცებს აკეთებს. შემდეგი ესეც საკმაოდ დიდი მძიმეა, ძალიან მძიმეა. აქ ერთი ყუთი დევს, აქ მეორე ყუთი დევს და აქ მესამე რაღაც დახვეული რაღაც კაბელებს გავს. ანუ სამი რაღაც უნდა იდოს სულ ამ ამანათში. როგორც ვთქვი, ერთი ყუთი, რომელიც საკმაოდ მძიმეა, მეორე ყუთი და მესამე, როგორც ვთქვი, რაღაც დახვეული. რასაც ვნახავთ ახლა რა არის. ოკეი, დახვეულზე გადავიდეთ. ეს დახვეული არის, თუ არ ვწდები, ორმაგ სკოჩს გავს ან რაღაცა მსგავს. დაჟე ინსტრუქციას მოყვება რა არის. კარებებზე გასაკეთებელი სილიკონის არის. აი, კარებებზე რო გავუკეთოთ სილიკონის დამცავია, საბოლოოდ ქარი რო არ შემოვიდეს ან რაღაც მსგავსი.
ქართულ შუაში. Ну, რაღაცა კარებისთვის არის რა. საკმაოდ ძიმე და კაი გძელიც იქნება. ეს არის ნათურები, როგორც მივხვდი 11 ვატიანი ნათურებია. გავხსნათ, ნახოთ ჩვეულებრივი ნათურებია. თუ ავსწრებს smart ნათურები არ არის მე მგონი. ჩვეულებრივი ნათურაა 2 ცალი. ძალიან ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი 2 ცალი ნათურაა. არც აპლიკაცია მოყვება არაფერი, რა ჩვეულებრივად ანთებს და მოხჭა. Ну, არა უშავს. და ეს ყველაზე მძიმე რაც იყო, მედია რაღაც შეუმები არ დავშეგნო. ეს არის რაღაცის ფეხები. პატარა ფეხუცები არის რაღაც. ან უჯრები როა, ან ახტი, ან რა ვიცი, რაღაცის ფეხებია. პატარა მაგიდები როა ხომ, პატარა სათოსები შეიძლება იყოს. ესე მოძღვრავს. 4 ცალი დევს. საინტერესო რაღაცაა, მაგრამ რაში გამოიყენება მას პროსტა ისევე. და დღეისათვის ბოლო ამანათი ამაშიც 1, 2, 3 ყუთი დევს ამაშიც. ნახოთ, რა დევს ამ 3 ყუთში. 1 ყუთი, 2 ყუთი და ესეც 3 ყუთი. ეს ამანათები კიდე სხვა ადგილიდან წამოვიღე და ნუ არ მომწონს. პატაკებში ისედაც არიდო ხომ ეგ რაღაცები, მაგრამ ესეც ნათურას გავს ძალიან და მე მგონი ნათურაა. ესეც ნათურა. იმდენი ნათურა მაქვს ერთ სახლს დიდს გავანათებ თავისუფლად. ესეც შვენიერი ნათურა. მეორე და მე მგონი ესეც ნათურაა. შეიძლება გავაფრინო, იმიტომ რომ ძალიან გავს. არა, გადავჭით. ეს არის რაღაცის ჩასადები. პლასმასის რაღაც ჩასადები. პლასმასი არის. რა ვიცი, რა შეიძლება გამოიყენო. არც აწერია საქმეს მაგაშია, მოდელი აწერია რა არის. ვაფშე დღეს იმენა უაზრობების ღია, არაფერი კაი არ ამოსულა და ეს არის საკმაოდ მძიმე და ვნახოთ აბა ამაში გაამოვა. და ამაშიც მეგობრებო, ზუსტად იგივე რაღაცები ამოვიდა, ოღონდ უფრო დიდი. ესეც საგოგაო რაღაცეები. რა ვიცი, ესეთი ცუდი ამანათები ჯერ არ მქონია. ეს ვიყიდე ვაფშე სხვა ადგილიდან და იმ ადგილზე საერთოდ არ მივალ აღარ ზოგს. საშინელებებია, ვერაფერს ვერ გამოიყენებ აქედან საერთოდ. აღარ და რამდენია ნახე. სულ ეს იყო მეგობრებო, ჩემი ახის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ყოველ კვირა დაიდება ხოლმე მსგავსი ვიდეოები.